1 ივნის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოპერაცია ობობას ქსელის ფარგლებში განახორციელა უპრეცედენტო თავდასხმა რუსეთის სტრატეგიულ საავიაციო ბაზებზე. ქმედება, რომელიც ძალიან მალე ჰოლივუდის სცენარისტებისთვის ერთ-ერთი შთაგონება იქნება. იაფიანი დრონები, რომლებიც კონტროლდებოდა 4G ქსელით, მოთავსებული იყო პატარა კონტეინერების სახურავებში, სატვირთოებს, რომლებიც დისტანციურად იხსნებოდა. და ეს ყველაფერი მომზადდა ჩელიაბინსკში არსებულ საწყობში, რომლის ქირა იყო $4,500 და რომელიც მდებარეობდა უშუალოდ ქალაქში მდებარე FSB-ს შტაბ-ბინის მახლობლად. შედეგად, სულ მცირე ათობის სტრატეგიული ბომბდამშენის განადგურება მივიღეთ. თვითმფრინავები, რომლებიც რუსეთს 30 წელი აღარ გამოუშვია და შესაძლოა კიდევ ერთი AWACS-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავის განადგურებას დადასტურდეს, რომელიც ინდივიდუალურად წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ სამიზნეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსენალში. რუსმა ვაენკორებმა დაიწყეს ამ ქმედებისთვის რუსეთის პერლ-ჰარბორის წოდება, მაგრამ მოდით ყველაფერს ეტაპობრივად მივყვეთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვოლორინოლზე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოპერაციაზე მუშაობას ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში შეუდგა და მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო უშუალოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კონტროლის ქვეშ იყო. უკრაინელებს გაუჩნდათ იდეა შეექმნათ პატარა მოდულური კონტეინერის ტიპის სახლები, რომლებიც სატვირთო მისაბმერებზე მოთავსდებოდა და შეიძლებოდა მათი გადაადგილება რუსეთის ტერიტორიაზე. ეს გენიალური გეგმა ითვალისწინებდა სახურავ ქვეშ სივრცის ისე მოწყობას, რომ იქ ათობით FPV დრონის დამალვა შესაძლებელი ყოფილიყო. თავად სახურავი ისე იყო დაგეგმილი, რომ დისტანციურად იღებოდა, როცა უკრაინელების შეტევას დაიწყებდნენ. დრონები და ასაფეთქებელი მასალები რუსეთში შეტანილი იქნა სავარაუდოდ ყაზახეთის ტერიტორიის გავლით. მთლიან სტრუქტურას ვხედავთ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე. ოპერაციის ცენტრი იყო 650 მეტრ-კვადრატი ფართობის საწყობი, რომელიც მდებარეობდა ჩელიაბინსკში, კერძოდ სვერდლოვსკის ტრაქტის 28A მისამართზე. რუსებმა უკვე მიაგნეს ამ საწყობს, მანამდე კი სხვა ბლოგერებმა შეძლეს ზუსტი გეოლოკაციის დადგენა. აღმოჩნდა, რომ უკრაინელებმა ეს შეტევა მოამზადეს ადგილობრივი FSB-ს ცხვირწი. მათი შტაბ-ბინა ამ ადგილიდან მხოლოდ 5 კილომეტრში მდებარეობდა. ეს ყველაფერი ჯდებოდა თვეში მხოლოდ $4,500. სწორედ ამიტომ სატვირთოებს ჩელიაბინსკის სანომრე ნიშნები ჰქონდა. სატვირთოებიც ზუსტად იქედან იყვნენ. მძღოლები დაიქირავა ვინმე სახელად არტიომმა, 37 წლის ბიზნესმენმა მურმანსკიდან. მაგალითად, ოლენიის ბაზაზე თავდასხმისას გამოყენებული სახლები გადაიტანა ალექსანდრ ზემ, 55 წლის ჩელიაბინსკის მკვიდრმა. მან მიიღო შეკვეთა, რომ გადაეტანა 4 მოდულური სახლი კოლას ნახევარკუნძულზე. ისინი შეთანხმდნენ ფასზე და საქმეც დაიწყო. ამავდროულად უცნობმა კონტაქტმა ალექსანდრს მისცა გაჩერებების გეგმა. ბოლო გაჩერება კი იყო როსნეფტის ბენზინგასამართის სადგური ოლენიის ბაზასთან ახლოს. იგივენაირად უკრაინული მოდულური სახლები ირკუტსკში გადაიტანა 61 წლის ანდრეი მ. იგივე სქემა განმეორდა დიაგოლევოსა და ივანოვოს შემთხვევაშიც. ყველანი საბოლოოდ აღმოჩნდნენ დაკავშირებულნი იმავე არტიომთან. როდესაც მძღოლები განლაგდნენ და ყველაფერი მზად იყო, რჩებოდა მხოლოდ შესაფერისი მომენტის დალოდება. და მართლაც ეს მომენტი დადგა. რუსი მილბლოგერების რუსიან arms-ის მიხედვით ბოლო ორ კვირაში რუსებმა გადაიყვანეს 40-მდე Tu-22 M3 ტიპის ბომბდამშენი ოლენიის ავიაბაზაზე. ის ერთ-ერთია ორ ბაზათაგან, რომელიც კვირას ყველაზე მძიმე დაიბომბა. ასევე სავარაუდოდ იგივე ხდებოდა Tu-95 MS ბომბდამშენების 20%-ის შემთხვევაშიც. შედეგად ეს იყო ყველაზე მასშტაბური ასეთი გადანაცვლება ომის დაწყებიდან. კრემლს ეს გადაადგილება მიზანმიმართულად ჰქონდა დაგეგმილი. მათი მიზანი სავარაუდოდ იყო კიდევ ერთი შესაძლოა ყველაზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმა უკრაინაზე. სწორედ ამ დაზიანებული განადგურებული და წინასწარ გადაყვანილი ბომბდამშენების მონაწილეობით. სამიზნეები როგორც ყოველთვის სავარაუდოდ იქნებოდა კვლავ ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ლოგისტიკური ან სამოქალაქო ობიექტები. თავდასხმის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მას დაადასტურა ეს, როდესაც განაცხადა, რომ უკრაინულ დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია მოახლოებული შეტევის შესახებ. დარტყმის წინადღის სატელიტური ფოტოები ბელაიას ავიაბაზადან ადასტურებს შემდეგი რაოდენობის თვითმფრინავების არსებობას. 39 ერთეული Tu-22 M3, 30 MiG-31, 7 Tu-160, 6 Tu-95 MS, 2 Il-78M, 6 An-26, 2 An-12. როდესაც ყველაფერი მზად იყო და რუსებს სტრატეგიული ბომბდამშენების გადანაცვლება დასრულებული ჰქონდათ, ზელენსკიმ გასცა ნებართვა მოქმედებისთვის. სატვირთოები, რომლებშიც მოთავსებული იყო მოდულური სახლები, გაემართნენ რუსეთის ფედერაციის 5 ძირითადი სტრატეგიული ავიაბაზისკენ. ეს იყო შემდეგი ბაზები: ოლენია მურმანსკის რეგიონში, ბელაია ირკუტსკის რეგიონში, დიაგოლევო რიაზანის რეგიონში, ივანოვოს რეგიონში და უკრაინკა ამურის რეგიონში. ყველა ეს ბაზა განლაგებულია რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა ვიზუალურად
ვიზუალური მტკიცებულებები, რომლებიც საკმაოდ ბევრია, როგორც მალე ვიხილავთ. ამ ეტაპზე მხოლოდ პირველ ორ ბაზას შეეხება. დიაგოლევოზე, ივანოვკაზე და უკრაინკაზე თავდასხმები ან განეიტრალდა ბაზების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ, ან წარუმატებლად დასრულდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ შეტევები აიცილეს. ან შესაძლოა მოგვიანებით გამოჩნდეს ვიზუალური მტკიცებულებების სატელიტური ფოტოები. სავარაუდოდ ოპერაციის სრული ანგარიში ცნობილი გახდება უახლოეს დღეებში ან კვირებში. თუმცა ოლინიასა და ბელაიას ბაზებზე შეტევა უკვე საკმარისად ტკივნეული იყო რუსეთისთვის. როდესაც სატვირთოები ბაზებთან მიახლოვდნენ, სახლების სახურავები გაიხსნა და დრონებმა ასაფეთქებელი თვითით დაიწყეს გადაადგილება. ერთ-ერთ ვიდეოში ვხედავთ, როგორ ტოვებენ დრონების სატვირთოზე მდგომ სახლს ადგილობრივი მოსახლეობის გაოცების ფონზე. ზოგიერთი რუსი გმირულად ცდილობდა დრონების შეჩერება სახურავზე ასვლითა და ქვების სროლით, თუმცა დრონებმა სახლიდან გასვლის შემდეგ ავიაბაზებისკენ გადაინაცვლეს და იქ განლაგებულ ბომბდამშენებზე დაიწყეს შეტევა. აქ ვხედავთ დამწვარი თვითმფრინავების კადრებს ოლენიის ბაზაზე. აქ ვხედავთ ადგილობრივების მიერ გადაღებულ თავდასხმას ბელაიას ბაზაზე. რუსი მილბლოგერების თანახმად თავდასხმა განხორციელდა FPV დრონებით, რომლებიც იმართებოდა 4G LTE ქსელით. თანამედროვე მობილური ქსელების გამტარუნარიანობა სრულიად საკმარისია ასეთი ამოცანებისთვის. დრონები იმართებოდა Ardu პილოტის პროგრამული და ტექნიკური სისტემით. ოპერაციის გენიალურობა ტექნიკურ სიახლეში არ არის. ამ სისტემას ორივე მხარე იყენებს. არამედ ორგანიზაციულ და ლოგისტიკურ ნაწილში, რაც გაერთიანდა ადგილობრივ რუსულ დაუდევრობასთან უსაფრთხოების ზომების მხრივ. აცხადებს სამუელ ბენდეტი რუსი ბლოგერების ციტირებით. ოპერაციის დასრულების შემდეგ სატვირთოებს ჰქონდა დაპროგრამებული თვითგანადგურების სისტემა, რაც ერთ-ერთ ვიდეოშიც ჩანს. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ოპერაციაში მონაწილე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდ დაბრუნდა უკრაინის ტერიტორიაზე. შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ზელენსკის განცხადებით, ოპერაციაში გამოყენებული A-17 დრონი უნდა გამხდარიყო რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების მატარებელი თვითმფრინავების 34%-ის დაზიანებისა ან განადგურების მიზეზი. კონკრეტული ვარაუდები კი 51 თვითმფრინავის განადგურებასაც კი მოიცავს. ეს საკმაოდ ოპტიმისტური შეფასებაა, რადგან ამ ეტაპზე ვიზუალურად დადასტურებულია 14 თვითმფრინავის განადგურება ან სერიოზული დაზიანება. მათ შორისაა 9 Tu-95, 4 Tu-22 M3 და 1 An-22. ასევე არსებობს ვარაუდები რუსეთის ფლოტის უახლესი ბომბდამშენების 2 Tu-60 Blackjack-ის განადგურების შესახებ, რაზეც უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრ კოვალენკო წერს. ამასთანავე უკრაინული საინფორმაციო სივრცე იუწყება რუსული AWACS-ის A-50 ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავის წარმატებულ განადგურებაზე. ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ეს იქნება ყველაზე მძლავრი ინდივიდუალური დარტყმა ამ თავდასხმის ფარგლებში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ყავს 70-დან 90-მდე აქტიური სტრატეგიული ბომბდამშენი, რომლებიც არიან ეფექტური ტვირთვის მატარებლები, ანუ თვითონ არ განსაზღვრავენ სამიზნეებს, არამედ უბრალოდ იტვირთებიან რაკეტებით, კრემლს ყავს მხოლოდ 4 მოქმედი AWACS-ის ტიპის თვითმფრინავი, რომლებიც მსგავსი ოპერაციების ტვინია. შესაბამისად, ნებისმიერი ერთეულის დაკარგვა გახლავთ უზარმაზარი დარტყმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის. თუმცა არ უნდა მოგვატყუას აზრმა, თითქოს 14 ბომბდამშენის განადგურება უბრალოდ კიდევ ერთი დანაკარგია რუსეთისთვის. ეს არის ძლიერი დარტყმა რუსული ბირთვული ტრიადის ერთ-ერთ საყრდენზე. ამ დროისთვის ვიზუალურად დადასტურებულია მთელი ბომბდამშენების ფლოტის 15-20%-ის განადგურება. ფლოტის, რომელიც მოიცავს 70-დან 90-მდე ერთეულს, მათ შორის Tu-60, Tu-95 MS და Tu-22 M3 ტიპის ბომბდამშენებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ფლოტი მთლიანად საბჭოთა მემკვიდრეობაა და რუსეთს მისი ხელახალი შექმნის უნარი არ გააჩნია. უახლოეს დღეებში შესაძლოა გამოჩნდეს დამატებითი ვიზუალური მტკიცებულებები და მაშინ ეს მაჩვენებელი შესაძლოა მიუახლოვდეს ზელენსკის მიერ ნახსენებ 34%-ს. მაშინ უკვე ვსაუბრობთ რუსეთისთვის კატასტროფულ, მორალურად დამამცირებელ დარტყმაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ საჰაერო ტერორის კამპანია, რომელიც მიმართულია პოლიტიკურ, ენერგეტიკულ, ჯანდაცვის, ლოგისტიკურ ან საცხოვრებელ ცენტრებზე, ძირითადად სწორედ ამ ბომბდამშენების საშუალებით ხორციელდება. მათი განეიტრალება და შესაძლოა ასევე სარდლობის ცენტრის A-50-ის დაზიანება წარმოადგენს დარტყმას სისტემის გულში. რუსეთის 5 უდიდეს თავდასხმაში უკრაინაზე რაკეტების უმეტესობა სწორედ Tu-95-დან იქნა გაშვებული. არ არის გასაკვირი, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამაყობს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მალიუკმა წარადგინა ანგარიში დღევანდელი ოპერაციის შესახებ. აბსოლუტურად ბრწყინვალე შედეგი, რომელიც მიღწეულია მხოლოდ უკრაინის ძალებით. 1 წელი, 6 თვე და 9 დღე დაგეგმვიდან ეფექტურ განხორციელებამდე. ჩვენი ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია. ოპერაციაში მონაწილე ჩვენი ხალხი დროულად გამოვიყვანეთ რუსეთის
ტერიტორიიდან. მადლობა გადაუხადე გენერალ მალიუკს ამ წარმატებისთვის. დავავალე უსაფრთხოების სამსახურს საზოგადოებას მიაწოდოს დეტალები და შედეგები იმ ნაწილის შესახებ, რომელიც გასაჯაროებას ექვემდებარება. ცხადია, ამ ეტაპზე ყველაფრის გამოქვეყნება შეუძლებელია, მაგრამ ეს არის უკრაინული ქმედებები, რომლებიც აუცილებლად შევა ისტორიის წიგნებში. წინადადება, შედეგი, რომელიც მიღწეულია მხოლოდ უკრაინის ძალებით, არ არის შემთხვევითი, რადგან კიევმა განგება არ აცნობა ამერიკელებს და არავის სხვას ოპერაციის დეტალები. ეს იმიტომ, რომ მათ სჯეროდათ, რომ ვაშინგტონი უბრალოდ დაბლოკავდა ამ ქმედებას. ეს მიუთითებს უკრაინის სარდლობის სისტემის ჰერმეტიულობაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში და მის ეფექტიანობაზე. რუსული რეაქცია იყო ორაზროვანი. დიმიტრი მედვედევი თავის სტილში ქუხდა იმის შესახებ, რომ ცეცხლთან თამაში დასრულდება ჯოჯოხეთით უკრაინისთვის. თუმცა ფაქტია, რომ რუსულ მედიას მიეცა განკარგულება ამ თემაზე დუმილი შეენარჩუნებინა, თითქოს დამარცხებითა და სირცხვილით. საბოლოოდ უკრაინელებმა განახორციელეს შთამბეჭდავის შეტევა, რომლის ეფექტები უკვე შესანიშნავია და შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. თავდასხმა განხორციელდა ადგილებზე, რომლებიც მდებარეობს 1800 კილომეტრში უკრაინიდან, ოლენიას ბაზა მაგალითად და 4000 კილომეტრში ბელაიას ბაზა. და ასევე მარცხ ძლივს გადაურჩა თავდასხმა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთზეც. მთლიანობაში ეს ქმედება წააგავდა ჰოლივუდის სცენარის განვითარებას. ან უფრო რომ დავაზუსტოთ ერთ-ერთ ეპიზოდს ვიქტორ სუვოროვის წიგნებიდან. გამორჩეულად დაგეგმარება, ლოგისტიკის გამართვა, შესრულება და დროის შერჩევა. ეს დღეები იყო ნამდვილი ოსტატობის მაჩვენებელი. გარდა ამისა, ეს არ იყო ერთადერთი დივერსია და თავდასხმა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მცხოვრებლებმა იმ შაბათ-კვირას გადაიტანეს. აფეთქებები ისმოდა რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის ბაზაზე, ოლენოგორსკში, მურმანსკში, ოლენის ბაზასთან ახლოს. ეს არის რუსული იასენ M კლასის წყალქვეშა ნავების ბაზა. ამასთან უკრაინელებმა გაანადგურეს ორი მნიშვნელოვანი ხიდი ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში. პირველი აფეთქდა კლიმოვო-მოსკოვის მატარებლის გავლისას, დაიღუპა 7 ადამიანი და დაშავდა 69. ასევე კურსკში აფეთქებამ გამოიწვია მატარებლის რელსებიდან გადასვლა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა, მხოლოდ დაშავებულები. უცნობია იყო თუ არა ეს მოვლენები ოპერაცია ობობას ქსელის ნაწილი, თუმცა ესეც საეჭვოა. ამ ყველაფერს წამოეწია თურქეთში დაწყებული მორიგი მშვიდობის მოლაპარაკებები. უკრაინულმა მხარემ წარადგინა თავისი მემორანდუმიც. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, ტყვეების გასვლა, გატაცებული ბავშვების დაბრუნება. იქნება კი რუსეთი მზად დათმობებისთვის? არა. ამაზე დასტური მივიღეთ დღეს, უკვე როდესაც ამ ვიდეოს ვიწერ და რუსეთმა წარადგინა თავისი მემორანდუმი, რომელშიც 2022 წლის მოლაპარაკებებისგან არაფერი განსხვავებული არ იყო. საუბარი არის, რომ უკრაინამ დემილიტარიზაცია უნდა გაენცადოს, დენაციფიკაცია და მოკლედ, რაც იყო. გავაგრძელოთ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ დამამცირებელი თავდასხმის ფონზე მათი მზაობა დათმობებზე კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივ. თუმცა რეალურად კრემლის შესაძლებლობა უკრაინაში სამიზნეების დასარტყმელად სერიოზულად შემცირდა და ამ შესაძლებლობას რუსეთი მოკლე დროში ვერ აღადგენს. ასევე ფართო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის სტრატეგიული ავიაციის შემცირება რეალურად ამცირებს ქვეყნის გავლენის პროექციის შესაძლებლობებს რეგიონალურ და გლობალურ დონეზეც. და თუ გავითვალისწინებთ უკრაინული სამსახურების წარსულ წარმატებებს, ეს სავარაუდოდ არ იქნება ბოლო მსგავსი ქმედება, რომელზეც მსოფლიო გაიგებს. მადლობა ყველას, რომ ბოლომდე უყურეთ. დარწმუნებული ვარ, ისი ამოვნეთ როგორც იმ დღეს, ასევე დღეს მისი გადამეორებით. განადგურდა დიდი რაოდენობით რუსული ტექნიკა, მნიშვნელოვანი ტექნიკა, რომლის აღდგენაც მართლაც გაუჭირდებათ და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვიდა. შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში, ასევე შევხვდებით ჩვენს FPV არხზე, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო იქნება, მოვალში ნელა განვავითარებთ და რავი, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს, რა თქმა უნდა. ვაჩუქოთ ერთმანეთს, კიდევ ერთი ბედნიერება და ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებს ის საოცრება, რაც უკრაინულმა სპეცსამსახურებმა შეასრულეს რუსეთის სიღრმეში, რუსეთის გულში. რავი, სხვაგანაც ვიტყოდი, მაგრამ YouTube დამბლოკავს. კარგად.